ტელევიზორი არის ერთ-ერთი ჩემი ოჯახის წევრი. სახში როდესაც კი შევდივარ, იმ წუთში ტელევიზორს ვთავ. ტელევიზორი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს. უყურებ გადაცემას, უფრო გასართობ გადაცემას, არა პოლიტიკას, ანუ გასართობ გადაცემას უფრო მეტ პრიორიტეტს ვანიჭებ. საკმაოდ ხშირად ვუყურებ ტელევიზორს. ტელევიზორის გარეშე ვერ ვიძინებ. თუ მაქვს დრო, ძირითადად ვუყურებ მუსიკალურ არხებს, ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ძირითადად ვუყურებ fashions და საქართველოს ყველა არხს, სადაც უფრო საინტერესო გადაცემებია ხოლმე, ზოგან რას და ზოგან რას. ძირითადად საინფორმაციოები მაინტერესებს და მე შეიძლება რაღაცა ის გასართობ პროგრამებს ვუყურო. ტელევიზორს არა, ვერ ვუყურებ ხშირად. ხელს ტელევიზორის ყურებაში მიშლის ჩემი მეუღლე თავისი fashion TV-ით. არაფრით არ შემიძლია სახლში როცა ვარ, ტელევიზორი როცა არის გამართული, მგონია რომ რაღაციც არიელია სახლში. უსმენ საინფორმაციოებსაც, იმიტომ რომ იმათი გადაწყვეტილებებიც მაინტერესებს, იმიტომ რომ რამდენად ჰუმანურები გახდნენ და რამდენად პოზიტიურები არიან, იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი რატომღაც რაღაცა სკანდალია და რაღაცა არის, რომ და რაღაც საღი აზრის იგნორირება ძირითადად თავისი ფორმებით მოდიან ხოლმე და რა ვიცი, ყველაფერს უსმენ. პერიოდი მქონდა მთელი 10 წელი, როცა ტელევიზორი არ მქონდა და ძალიან კაი დრო იყო, იმიტომ რომ მეც ვკრავდი და რაღაც პოეზია და რაღაც სხვა რაღაცებს ვაკეთებდი და ხა ტელევიზორი მაინც რო გაჩნდა ჩემს სახლში ну უყურებ ძირითადად ეს მუსიკალური არხი რო არის ონიქსი მაესტრო რა თქმა უნდა ტელევიზორს უფრო ხშირად უყურებდი ახლა უფრო ნაკლებად უყურებ ძირითადად უყურებ გასართობ უფრო სპორტულ გადაცემებს და თუ კარგი ფილმი არის ბაზარში ნამდვილად არ დავდივარ ხშირად. უბრალოდ ერთადერთი გამონაკლისი რაღაც ახალი წლის სამზადისი პერიოდია, როდესაც ყოველთვის დავდივარ ხოლმე. ბაზარში ყოველთვის მე თვითონ დავდივარ, იმიტომ რომ სხვა არავინ არ დადის ოჯახში. ალბათ, რამოდენიმეჯერ ვარ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ნავყოფ ბაზარში. და აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ვიცი რა ხდება და რა სიტუაცია შეგნით. მიყვარს რა მე თვითონ სიარული, ყიდვა, პროდუქტის და რა ვიცი, სიამოვნებს. შეძენა რაღაცების საქმიანი ქალის როლი ძალიან მიყვარს ამ ბოლო დროს, ვითომ საქმიანი ქალის როლი და აი ბაზარში ჯერჯერობით არ მომწია დასვლა და თუ რაღაცა მე გამოგეხმაურები თქვენ ერთად წამო. მაგისთვის გამოიგონეს ჩემს თანახალხისთვის სუპერმარკეტი, სადაც შედიხარ და მშვენიერი გოგონა გიღიმის და რა ვიცი, უფრო ყველაფერი ისე არის. ბაზრებში სიარული სიმართლე რო გითხრა არ მიყვარს. იცით, ძალიან მიყვარს ბაზარში სიარული, გამოგიტყდებით. რასაც მეუნები ამ ფას, არაფრით არ შემიძლია უთხარო, იცი, დამიკელიოთ მეუხერხულება. თუმცა ეს ხალხი თავის სიმპათიას და ის სიყვარულს გამოხატავს ზოგი ძალიან მიკლებს, ზოგი საერთოდ ჩუქნის და ეს ძალიან მახარებს. ბაზარში მე დავდივარ სახლში. დაკლებითაც მოგატყუებ, რო გითხრა რომ მიკლებენ, იმიტომ რომ მოვდივარ და ვამბობ თქვათ რაში რა მივეცი, მეუბნებიან რომ რატომ ვიცი ასე ძვირი, იმიტომ რომ ისინი კი მეუბნებიან ბაზარში რომ ჩვენ გიკლებთ, მაგრამ ვიცი ნამდვილად ეხა პატარა აღარა ვარ, ვიცი რომ არ მიკლებენ პირიქით იმ ფაში იმაზე რა ფაშიც თავიდანვე აფასებენ. ბაზარში ვერასდროს ვერავინ ვერ მცნობს, უბრალოდ მიყურებენ დაშტერებული, იმიტომ რომ არასაბაზროდ მაცვია. ბაზარში არ დავდივარ ხშირად. იმიტომ რომ არა, არ დავდივარ ხშირად, ძირითადად უფრო ისეთი მარკეტები ჩარგებლობ ხოლმე, მაგრამ გავემართლა, იმიტომ რომ პატარა ბაზარები არის ხოლმე რაღაც ქუჩაში და აი ჩარგებლობ. არ მინდა ცოტა ესე გამომიდეს, მაგრამ ჩემი ბაზარში შესვლა და იქ რაღაცების ყიდვა არის მაგალითი ჩემი მეგობრებისთვის. აი რო შემოდიან, ხედავენ როგორ უნდა არჩიო პროდუქტი და როგორ იყიდო, იმიტომ რომ მე თვითონ მიყვარს საჭმელების კეთება და ხშირ შემთხვევაში თუ პროდუქტი არ იყიდე კარგი, არაფერი არ გამოგივა, რაც არ უნდა შემდეგ კულინარიული ისინი ჩააქსოვო და ამიტომ ყველაფერს ძალიან დაწვრილებით და კარგად ვარჩევ და მინდა გითხრათ რომ ხშირად მცნობენ ბაზარში და აი რამდენიმე სახეობის პროდუქტი არის, რომელზეც უკვე ესე იგი ისინი თავს კონკრეტული ადამიანები, ვისთანაც დავდივარ და ვყიდულობ და არასოდეს არ მყავდობ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის ყველა
არავინ არ არის პუნქტუალური, რაღაცნაირად მგონია რომ მე არ შემიძლია თქვა რომ ვარ პუნქტუალური. ყველაფერი მიყვარს დაგეგმილი და აი როდესაც ვიცი რომ ვიღაცა დააგვიანებს, მაშინ მეც ვაგვიანებ და როცა ვიცი რომ ყველა უნდა მივიდეს ზუსტად, მეც მივდივარ. ვცდილობ ვიყო ყოველთვის პუნქტუალური, იმიტომ რომ მე თვითონ არ მეყვარს როცა მალოდინებენ და ხშირ შემთხვევაში მე არ ველოდები და ვერავიტან რომ მე არ დამელოდონ. პუნქტუალური ნამდვილად ვარ, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც ვარ საშინლად არაპუნქტუალური, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. პუნქტუალური ვარ, იმიტომ რომ მიყვარს დისციპლინა და არ მიყვარს თქვათ დაგვიანება, ან თქვათ ადამიანს რაღაცას რო შეპირდები, იმის არ შესრულება. ერთხელ დავაგვიანე და არაფიზიდებით არ შემარჩინეს ეს ერთხელ დაგვიანება. ამას ყველა მიცეს რომ მე ვარ ძალიან პუნქტუალური და მომთხოვნი ჩემი თავისა. ძალიან მიყვარს პუნქტუალურ ადამიანებთან ურთიერთობა და მეც ყოველთვის ვცდილობ რომ ასეთივე ვიყო და საერთოდ მიყვარს წესრიგი ცხოვრებაში და მოწესრიგებულობა. მე ვარ ძალიან პუნქტუალური ადამიანი და იშვიათად რომ სადმე დავაგვიანო. ძალიან იშვიათია. ყველაზე ძალიან რაც მაღიზიანებს კონცერტის გვიან დაწყება, იმიტომ რომ აი თუ არის კონცერტი 9 საათზე დანიშნული და დავიწყეთ 11:30-იან და ესე იგი შინაგანად სადღაც 3 კონცერტის ენერგია მიდის, იმიტომ რომ აი სულ განიცდი და ერთი სული გაქვს რომ როდის გახვალ სცენაზე და ნუ აი რაღაცა ისეთი პროცესებია ხოლმე შეგვიძლია რომ ჯობია 3 კონცერტი იმღერო და დროზე დაიწყო ვიდრე საათახევრი დააგვიანო, ასე რომ ალბათ ეს პუნქტუალურობის წყურვილის ერთ-ერთი ნაწილი. მე თვითონ ვარ პუნქტუალური საკმაოდ თან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას ვარღვევ და ხშირ შემთხვევაში ეს არის დამოკიდებული ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზებზე, იმიტომ რომ ასეა ჩვენი ცხოვრება მოსწყობილი. საერთოდ ჩემი დაბადების დღე რომ არ მოგატყუოთ, ნაკლებად მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს, აი ეს ყველა სათანადო ყურადღება მივაქციოთ ჩემთან მოსულ სტუმრად. ამიტომ ვცდილობ რომ რაღაცა ვიწრო წრეში გამომივიდეს, მაგრამ ესეც არასდროს არ გამომდის. ძირითადად ოჯახურ ატმოსფეროში, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა კონცერტი დამემთხვა და შესაბამისად იქ აღვნიშნე დაბადების დღეს, რაც კონცერტი მქონდა. დაბადების დღე რომ არ მოგატყუოთ, დიდი ხანია არ აღნიშნავს, მაგრამ იმედი მაქვს რომ მომავალ წელს დიდ საზოგადოებაში აღნიშნო. დაბადების დღე არასდროს არ მქონდა აღნიშნული, სანამ არ გავხდი 29 წლის. აი 29 წლის რო გავხდი, მივხვდი რომ უნდა ამეღნიშნა დაბადების დღე და გადავიხადე ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად ძველ სახლში. არ მიყვარს სახლში აღნიშნა, უფრო რაღაცა სახლის გარეთ. საერთოდ ამ ბოლო დროს რაღაცა აღარ მიყვარს და აღნიშნა. აი 1-2 წელია შაშენს არ აღნიშნა და წელსაც არ ვაპირებარნაირად რაღაც მომბეზდა. რახან დაბადების დღეა და რახან რაღაცა უნდა გააკეთო, ამ რაღაცის გაკეთების მაგერად ყოველთვის 10 წელი არის ბოლო 12 წელი ავირჩე გავაკეთო რაღაც ივენტები, სადაც ახალგაზრდა ჯგუფები გამოდიან, უკრავენ და რაღაც აპარატურა არის და რაღაც ახალი სახელები შეიძლება გამოვიდეს. უფრო საინტერესო რო იყოს ეგეთ ფესტივალები თუ აკეთებდი ჩემ დაბადების დღეს. ალბათ უფრო განმარტოება მეყვარს დაბადების დღეს. მე 13 თებერვალს ვარ დაბადებული, 14-ში არის ვალენტინობის დღე, წმინდა ვალენტინის დღე და ამიტომ მიწევს ხოლმე ამ ბოლო დროს, უფრო ამ ბოლო 5-6 წელია ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა და თან ვალენტინობის დღის აღნიშვნა შეხვედრა და თანაც კონცერტის ჩატარება და ტრადიციულად ჩემს დაბადების დღეს სხვასთან ვარ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემს ქალაქში ვარ ხოლმე ვისვენებ მაგრამ წელს. აი ბოლო 3 წელი რაც მახსოვს, ერთხელ აღნიშნე სახლში, ერთხელ აღნიშნე რესტორანში და ერთხელ ჩემთან აგარაკზე. ძირითადად მეგობრების წრეში, ვიწრო წრეში. ძალაუნებურად რესტორნებში, იმიტომ რომ წრე და მეგობრები დიდი მყავს და ამის გამო იზოლებული ვარ რესტორნებში გადავიხარ. ყველაზე ხშირად ჩემთვის ავტორიტეტული პიროვნება არის ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები და ჩემი მეუღლე. ძირითადად მაინც მე ვაკეთებ იმას, რასაც მე ვთვლი საჭიროდ. შესაბამისად უთანხმდები მამული ჩას და ამ შემთხვევაში იცით რა, ვინც აზრს მაწვდის, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასათვალისწინებელი, ამაში არაფერი დასაძრახი ნამდვილად არ არის. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი არის ჩემი ოჯახის წევრებიდან, რომელიც ვიცი რომ ნამდვილად ჩემთვის ზრუნავ. სხვადასხვა შემთხვევაში ალბათ სხვადასხვა პიროვნებას მიაკითხავ. ძალიან ხშირად მშობლებს ვეკითხები თქვა და აზრს ძალიან ხშირად ალბათ კიდევ ერთხელ ვიძახი, გააჩნია რა
რა ასპექტში და რა თემაზე არის საუბარი იქიდან გამომდინარე. ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დედის აზრი, ყოველთვის ვითვალისწინებ და თუ რაღაც მაინტერესებს, ფაქტიურად, როდესაც მეტყვის დედა რომ ეს კარგია, ან ეს ცუდია, ფაქტიურად ყოველთვის მის გემოვნებას ვენდობი და ყოველთვის ვუჯერებ. ხშირ შემთხვევაში არ ვითვალისწინებ არავის აზრს, ყოველთვის ვიცი ისი გაკეთებაც მინდა, მაგრამ არსებობს პიროვნებები, რომლების აზრსაც ვითვალისწინებ ჩვენების შემდეგ. მე დავწყვეტ პრინციპში მომწონს არ მომწონს, აი ვიღაცას ვერასდროს ვერ დავეყრდნობი. დედა არის ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება, ვინც გამაჩინა. ყველაზე ავტორიტეტული მამაა ჩემთვის. ის პიროვნება, რომელიც რაღაც დონეზე ჩემში თამაშობს იმ რაღაც ავტორიტეტს, რომლის აზრსაც შემოქმედების კეთების დროს უწევ ანგარიშს, ძირითადად გოგოები არიან, მუზები. განათლებული, იუმორის გრძნობი და მიზანდასახული. კარგი ჩაცმული, სასურველი სიმპათიური იყოს, აი კოხტა რაღაცნაირი და მამაკაცური. პირველ რიგში ინტელექტუალები, შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს სიყვარულე, თბილი, ყურადღებიანი და ძალიან დახვეწილი. ამავე დროს საკმაოდ მამაკაცური. ალბათ მამაკაცი, რომელიც მე მიყვარს, ის არის ჩემთვის რომ ყოფილი. კაცები მომწონს კაცური კაცები. სრდილობიანი და ასე შემდეგ არ ჩამოთვლი როგორი. ალბათ ისეთი როგორც ჩემი მეუღლეა. ბაშკაცური, ისეთი კარგი ქართველი კაცი. აუცილებლად უნდა იყოს სიმპათიური, მამაკაცური, აუცილებლად ჯენტლმენი, უნდა იყოს ერთგული, იმიტომ რომ არ საშინლად წეჭვიანი. და ნუ რა ვიცი, ალბათ უნდა უყვარდეს ზუსტად ისეთი როგორიც ვარ. მე მომწონს მამაკაცები, რომლებიც ძალიან ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. მე მომწონს ადამიანი, რომელსაც პასუხისგაცემა შეუძლია და რომელსაც ქალის, როგორც ქალის მიღება და ამის დანახვა და პატივისცემა შეუძლია. ჩვეულებრივად. ქართველი ვარ. როგორი მამაკაცის მომწონს, სწორედ ესეთი მამაკაცის მეუღლე ვარ. ცხოვრობ 36 წელია ამ სახლში და ურთიერთობა ძალიან ნორმალურია, ძალიან კაი მეზობლობა გვაქვს ისედაც და ერთმანეთის ათლიები და ისე გარეული. მეზობლები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. არის რამოდენიმე მეზობელი, რომელთანაც ახლოსა ვარ. მაგრამ ყავდა ერთი ძალიან ახლო მეგობარი დათო ბალანჩინი, რომელიც წავიდა პარიზში, დიზაინერია და ძალიან მაკლია ის. მეზობლებთან ბავშვობისგან ძალიან კაი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს საერთოდ არავის არ ვიცნობ სადაც ცხოვრობ და აი სანამ ელიფში თუ შევხვდები ხოლმე როგორ ახარ და რაღაც ძალიან ისე კარგად მესამებიან და როგორც ხვდები ისე შეურეულად კაი მეზობლები ვიყავ. იმდენი ხანი ვმუშაობ სახლში მაქვს სტუდია, რომ დრო არ მრჩება, რომ გავიდე მეზობლებთან ერთად დავლო და დრო გავატარო. მაგრამ როცა მცალია, ალბათ პრობლემას არ წარმოადგენს. ერთი-ორი მეზობელი არის, ვინც ძალიან ახლობელია და ვისაც თითქმის ოჯახის წევრებად ვთვლიან. სხვა მეზობლებთან ესეთი დისტანციური, თბილი და ზომიერების ფარგლებში. მეზობლებთან მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, ყველასთან არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისთანაც მაქვს კარგი. ძალიან უყვარვარ პირადად მეზობლებს. რო გითხრა რაღაც ურთიერთობა მაქვს მეთქი ძალიან მოვიტყუები რა. პრინციპში არ არის ურთიერთობა არა. მეზობლებო, ეხლა ვინც მიყურებთ, იცოდეთ რომ პირდაპირ ეთერით გიხდით ძალიან დიდ მადლობას იმ მოთმინებისთვის, რასაც თქვენ იჩენთ საერთოდ იმის გამო რომ მე თქვენი მეზობელი ვარ.